სპარსელების მიერ დატყვევებული ქეთევან დედოფლის ცხედრის ნაწილები ინდოეთში ანაპოვნი გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში არსებულ სარკოფაგში აღმოჩენილი ძეგლის ძვალს დნმ-ის სპეციალური ექსპერტიზა ჩაუტარა და რომლის შედეგად დადგინდა, რომ ძვალი ქართული წარმოშობისაა და დიდი ალბათობით მე-17 საუკუნეში წამებით მოკლულ დედოფალს ეკუთვნის. უნიკალური აღმოჩენა ვიკა ბუკიას ყურადღების ცენტრში მოექცა, რომელიც გვეტყვის თუ რა ინფორმაციას ავრცელებს ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემა. ცნობა იმის შესახებ, რომ არქეოლოგებმა ინდოეთში, გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილს მიაგნეს ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემა Archaeology მაგაზინმა გაავრცელა. გამოცემის მიხედვით ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი ხელის ძვლის მტევანს დნმ-ი ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის დიდი ალბათობით მე-17 საუკუნეში წამებით აღსრულებულ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. ცნობა წმინდა ნაწილების შესახებ განსაკუთრებით სასიხარულო დეკანოზე გიორგი რაზმაძისთვის აღმოჩნდა. წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ დედოფლის წმინდა ნაწილების კვლევა ძიებას აწარმოებს. უშინაც უკვე ჩვენ როგორც გითხარით, მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება ინდოეთის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ქეთევან დედოფლის ნაწილების დნმ-ის ანალიზის ჩატარებამ დადებითი პასუხი მიიღო და ეს ნამდვილად, ესე ვთქვათ, არის ძალიან დიდი გამარჯვება. უკვე ცნობილია, რომ ძვლის ნიმუშებიდან მიღებული დნმ-ის ფრაგმენტი შეადარეს ინდოეთის მოსახლეობის ბიოლოგიურ ნიმუშს. 22,000 ადგილობრივიდან მსგავსი ფრაგმენტები არც ერთ ადამიანს არ აღმოაჩნდა. პარალელურად ჩატარდა კვლევა საქართველოში. აღებულ იქნა 30 ადამიანის ბიოლოგიური მასალა. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოდან გაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშები და აღმოჩენილი ძვალი მიეკუთვნებოდა ერთი და იმავე ჰაპოლო ჯგუფს. ჩატარდა ძალიან მასშტაბური კვლევა, გამოყენებული იქნა ამ ძვლის ნიმუშიდან მიღებული დნმ-ის ფრაგმენტი, მოხდა მისი მიტოქონდრიული დნმ-ის კვლევა, ბიოლოგიური კვლევის მონაცემებს ჩვენ თუ შევაჯერებთ ისტორიულ წყაროებში დაცულ ინფორმაციასთან, ეს რა თქმა უნდა ზრდის ამის ალბათობას, რომ ეს ძვალი შესაძლოა ეკუთვნოდეს ქეთევან დედოფალს. წმინდანის მარჯვენა ხელის ნაწილები ინდოეთის ქალაქ გოაში ჯერ კიდევ 2009 წელს იქნა აღმოჩენილი. ექსპედიციაში მონაწილეობას გიორგი კალანდიაც იღებდა. მისი ავტორობით გადაღებულ ფილმში კარგად ჩანს, რომ პირველი, ვინც დაგრასის ტერიტორია სრულად შეისწავლა და წყაროებში მითითებულ სარკოფაგს მიაკვლია, ნეზამუდინ ტაჰირი იყო. ადგილობრივმა არქეოლოგმა ძიების სულ სხვა გზა აირჩია და თუ აქამდე არქეოლოგები ძვლებს ცენტრალურ ტაძარში ეძებდნენ, მან ძიება ეგრეთ წოდებულ მოციქულთა მხარეში დაიწყო. ძვლები აღმოჩენილი სწორედ პატარა ტაძრის ნანგრევებში იქნა. წმინდა ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ქეთევან დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს, დაგრასას ტერიტორიის შესწავლის დროს აღმოჩნდა. ჩვენ გათხრების დროს იმ პატარა ბაზილიკას მივაკვლიეთ, რომელიც მანამდე არ ჩანდა. ამ პატარა საღდარში, როგორც ჩანს, ბერები იკრიბებოდნენ და აქვე წმინდა ნაწილებს ინახავდნენ. ჩვენ ჩავედით სწორედ იმ მომენტში, როდესაც უკვე აღმოჩენილი იყო ეს ძვალი და არსებობდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ეს წმინდა ნაწილი ეკუთვნოდა ქეთევან წამებულს, რადგან იყო სხეულის ის ნაწილი, რომელიც ზუსტად არის წყაროებში მითითებული და სავარაუდოდ ის ეკუთვნოდა ქალს. ვარაუდი, რომ აღმოჩენილი ძვლები ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა, ექსპედიციაში მონაწილეებმა მაშინვე გამოთქვეს, თუმცა იმის გამო, რომ დნმ-ის კვლევის პასუხი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, აღმოჩენის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი რჩებოდა. ჩვენ მეცნიერულ კვლევას ჯერ კიდევ ვაგრძელებთ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ცხადია. ძვალი წინა მხრის ნაწილს შეადგენს. ისტორიული დოკუმენტებით კი ცნობილია, რომ ყუთში დედოფლის სხეულის სწორედ ეს ნაწილი ინახებოდა. ასევე ვფიქრობთ, რომ შემორჩენილი ფრაგმენტები დედრობითი სქესის ადამიანს ეკუთვნის. ქეთევან დედოფალი 1613 წელს სპარსელებმა საქართველოში ლაშქრობისას ტყვედ ჩაიგდეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, მან უარი განაცხადა, შეეცვალა სარწმუნოება და გამხდარიყო სპარსეთის მმართველის ჰარემის წევრი, რის შემდეგაც დედოფალი წამებით აღესრულა. ქრისტიანული სამყაროსთვის ეს შემთხვევა იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ კათოლიკე ბერებმა დედოფლის ძვლები სხვადასხვა ქვეყნის ტაძრებში გააგზავნეს და სათაყვანებელ ობიექტად აქციეს. ასე მოხდა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ გოაში, დაგრასას ქრისტიანულ ტაძარში.